მოგესალმებით. ახლა ყველა ძალოვან სტრუქტურაში მომუშავემ, ყველა ფორმიანმა კარგად, კონცენტრირებულად და ბოლომდე მომისმინეთ. მე ვარ ნანა სანდერ, გერმანიაში მცხოვრები ქართველი, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოს პულსის, Pulse of Georgia's ლიდერი, რომელიც ვარ 4 ოქტომბერს რევოლუციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. და რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა, იდეა და წინადადება, როგორ გადაგარჩინოთ თქვენს, თქვენი ოჯახებიც და ჩვენი ქვეყანაც. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემი ქვეყნის გადარჩენა რომ მინდა, მაგიტომ მინდა ყველა გადაგარჩინოთ. 4 ოქტომბერს არ იქნება ნაცების, ბურჭულაძის ან ნანა სანდერის რევოლუცია. მე ყველაფერს ვაკეთებ და ასევე ჩემი გუნდი, საქართველოს პულსი, რომ 4 ოქტომბერს იყოს სახალხო რევოლუცია. ამისთვის ჩამოვდივართ ათასობით და შეიძლება ათობით ათასი ემიგრანტი და ამისთვის ჩვენ ვრთავთ, პირდაპირ ვიტყვი, ჩვენ ვრთავთ ისეთ ჯგუფებს, რომლებიც ნაცების გვერდით არ დადგებოდნენ, არც ბურჭულაძის ნდობა არ აქვთ. და ზუსტად სახალხო რომ ერქვას ამ რევოლუციას, ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. და რადგან ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამაჩნია მე როგორც ადამიანს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, და რადგან ჩემი მიზანი არ არის რუსული რეჟიმის დასრულება მხოლოდ და მხოლოდ ჩემი და ჩვენი თანამებრძოლების დახსნა, არამედ ახალი ქვეყნის აშენება, რომელშიც მე მოვდივარ საცხოვრებლად. 16 წლის შემდეგ მოვდივარ, თითქმის 16 წლის შემდეგ, გადავწყვიტე, აი ეხლა უჭირს ჩემს ქვეყანას მოვდივარ საცხოვრებლად. და მე არ მაწყობს, რომ თქვენ არ მოგცეთ შანსი. მე ნანა სანდერი გთავაზობთ ასეთ რამეს. თქვენ 4 ოქტომბერს დადგებით საქართველოს მხარეს, დაწერთ იქამდე განცხადებას, თუ რა ფორმით გააკეთებთ, რომ თქვენ 4 ოქტომბერს არ ირიცხებოდეთ რუსული რეჟიმის მხარეს. თუ ათობით ათასი გამოხვალთ და დადგებით, ერთ დღეში არიან ესენი დასრულებული. პირდაპირ გეუბნებით. მაგრამ სად იდგებით? სახლში დარჩებით, ჩვენს მხარეს დადგებით, საქართველოს მხარეს? ამას მნიშვნელობა არ აქვს. აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ იმას, რასაც ვიტყვი, იმ ნაწილში არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ არც ერთი დღე არ შეგიწყდებათ ხელფასი. არც ერთი დღე არ შეგიწყდებათ ხელფასი. მე მარტო ნანა სანდერს რომ არ მენდოთ, რომლისთვისაც სიტყვას ძალიან დიდი ფასი აქვს და რასაც იტყვის ის უნდა გააკეთოს და დაპირებას ძალიან დიდი ფასი აქვს. და არც მარტო ჩვენს გუნდს საქართველოს პულსს რომ არ ენდოთ, მაგრამ ეს ჩვენი დოკუმენტი იქნება აუცილებლად. ჩვენ გარანტორებად, ჩვენი სიტყვის გარანტორებად ჩავრთავთ ამერიკას და ევროკავშირს და ასევე ყველას, ვინც ყველა ჯგუფს აბსოლუტურად დიასპორული იქნება, თუ საქართველოში არ ვიცი პარტია იქნება, ჩვეულებრივი რიგითი გაერთიანება იქნება თუ ორგანიზაცია, ვინც რევოლუციურ პროცესზე პასუხისმგებლობას იღებს და აიღებს. რატომ ვამბობ ამას? კიდევ რატო არის ეს მნიშვნელოვანი, რომ თქვენ იყოთ დაზღვეულები. უყურეთ, მე ადამიანი, ინიციატორი ამის, მე სიტყვაზე მომკლეს, დამიჭირეს, რა ვიცი. თქვენ როგორ რჩებით მერე? რატომ უნდა მენდოთ თქვენ სიტყვაზე? ან მე რატომ უნდა მენდოთ სიტყვაზე, მარტო სიტყვაზე რატომ უნდა მენდოთ? ამისთვის იქნება დოკუმენტი, ამისთვის იქნებიან გარანტორები. მე არ ვიქნები, მე მომკლავენ, იმიტომ რომ მე ყველაფრისთვის მზად ვარ და ყველაფერს ველოდები.
იქნება საქართველოს პულსი, რომელშიც არიან პასუხისგებლიანი ადამიანები გაერთიანებულები, ემიგრანტები და საქართველოში მცხოვრებები და იქნებიან ევროკავშირიდან და ამერიკიდან და კიდევ სხვა ქართული ჯგუფები, ჩართულები და გარანტორები. აი ეს დოკუმენტი თქვენ გექნებათ. უბრალოდ იქამდე სხვებსაც გთხოვთ, რომ მიიტანეთ ფორმიანებთან ეს ინფორმაცია, რომ არ გაგიჭირდეთ თქვენ გადაწყვეტილების მიღება. და ვიცი, რომ ბევრს თვიდან თვემდე ცხოვრობთ, ვიცი, აი სპეციალურად არ გაქვთ თქვენ იმდენი შემოსავალი, იმხელა ხელფასი, სპეციალურად, რომ თქვენ, რა ვიცი, დამოკიდებული იყოთ, ამ ხელფასზე იყოთ დამოკიდებული. და, რა ვიცი, ვერ გაინძრეთ იმის იქით ვერაფერი გააკეთოთ. და თქვენ, რადგან ვიცი, რომ დამოკიდებული ხართ ამ ხელფასზე და მეც, რა ვიცი, თვითონ თვემდე ვცხოვრობ, ხო? ეხლა ხო, საერთოდ შემოსავალიც არ მაქვს, 2 თვე აქვს, მარტო ქვეყნის სამსახურში ვარ, მაგრამ ვიცი ზოგადად თვითონ თვემდე ცხოვრება რას ნიშნავს და ვიცი რას ნიშნავს, რომ შენს უკან დგას პასუხისგებლობები, შენი თავი შეიძლება ჯანდაბას, მაგრამ დედა ყავს, შვილი ყავს, მამა ყავს, ბებია, ასე შემდეგ. ვიღაცას წამალი სჭირდება, ვიღაცას საჭმელი სჭირდება. ეს პასუხისგებლობები გაგაჩნიათ და ვიცი რთული არის, რომ ერთ დღეში ცაკ და დატოვო სამსახური, მესმის. და თქვენ რომ არ დარჩეთ, თქვენი ოჯახები რომ არ დარჩეს ესე ერთ დღეში ჰაერში, ამიტომ და ათასობით ხართ, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანი არის თქვენ გადამწყვეტ საქართველოსთვის გადამწყვეტ დღეს და მომენტში მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის, თქვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ვინც ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ვინც უარს იტყვის და დარჩება ამ სისტემაში დარჩება. ამიტომ საჭირო არის ოფიციალურად საჭირო არის, ვფიქრობ, რომ თქვენ დაწეროთ განცხადება. აქ კანონები და სამართალი და ეს დაივიწყოს და დავივიწყოთ. პოლიტიკური ნება არის მხოლოდ საჭირო. და ვინც არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ისინი ოქტომბრის ბოლოს ისინი ვერ მიიღებენ თავის ანაზღაურებას. ყველა პირობას გაძლევთ, მე და ვაძლევ ყველას, ვინც არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ყველა ერთი ხელის მოსმით იქნება უხელფასოდ უმუშევარი, ხო. და რა ვიცი. მე მესმის ხოლმე, რა ვიცი, თქვენი ახლობლებისგან, ხან TikTok-ზე, პოლიტიკურ სტრიმებზე, ხან სად, რომ ესენიო პატრიოტი ადამიანები არიანო, უბრალოდ აი ეს ფინანსური პასუხისგებლობები აქვთო და ვერ როგორ დარჩნენ ესეო. და ალბათ ხო, თქვენი ახლობლებისგან ხშირად რომ მოვისმინე, აქედან გამიჩნდა ეს იდეა და ეხლა მე ბოდიშით ყველაფერს გავაკეთებ, რომ გარანტორებად ძალიან ბევრი სანდო ჯგუფი მიიღოთ თქვენ და არ გაგიჭირდეთ თქვენ ამ გადაწყვეტილების მიღება. ხო, კიდევ მნიშვნელოვანი არის ასევე, რომ თქვენ როგორც ჯგუფს, რომელმაც მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში დადგა საქართველოს მხარეს, თქვენ მოგეცემათ უფლება და საშუალება თქვენ დააკომპლექტოთ, მიიღოთ მონაწილეობა, უფრო სწორედ, დროებითი მთავრობის დაკომპლექტებაში, რომელიც იქნება სადღაც 3 თვე, 3 თვე-ნახევარი. ჩვენ, როგორც პასუხისგებლიან ადამიანებს და პასუხისგებლიან მოძრაობას, მე რა იქნებაზე ხედვაც გვაქვს და ესეც აუცილებლად სხვა ჯგუფებიც იქნებიან ამ ხედვაზე შეთანხმებულები. და რას გულისხმობს ეს ხედვა და უნდა ვახსენო აუცილებლად, რომ ეს ეკუთვნის ჩვენ თანაგუნდელ ალექსი ბალავიძეს ეს ხედვა და ჩვენ გვაქვს უკვე დოკუმენტი, რომელსაც მალე დავდებთ საჯაროდ, როგორ კომპლექტდება, რა პრინციპზე იდგება დროებითი მთავრობის დაკომპლექტება. სამართლიანობაზე უნდა იყოს, რა თქმა უნდა, და სამართლიანი იქნება ვინც რევოლუციას აწყობს, ვინც აორგანიზებს, ვინც ამ პასუხისგებლობას იღებს პროცესზე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმ ჯგუფებს შეეძლოთ გადაწყვიტონ, ვინ იქნება დროების მთავრობაში. და მოგიყვებით
გარდა იმისა და როგორი პრინციპი არის, ჩვენ საქართველოს პულსი ვიღებთ პოლიტიკურ პროცესზე პასუხისგებლობას ვიღებთ. ისევე როგორც პარტია, მაგალითად, ENM-ი იღებს პასუხისგებლობას, ან ბურჭულაძის ჯგუფი იღებს პასუხისგებლობას. ისევე არიან სხვა ჯგუფებიც, რომლებიც კიდევ გამოჩნდებიან და გაიგებთ და ასევე აიღებენ პროცესზე პასუხისგებლობას. სამართლიანობა მოითხოვს იმას, რომ ზუსტად ამ ჯგუფებმა გადაწყვიტონ რევოლუციას თუ ჩვენ ვახდენთ, შესაბამისად ჩვენ მიყვავს ბოლომდე, ხო? იქამდე ხელახალ არჩევნებამდე, ანუ მიყვავს ჩვენი ქვეყანა, ხო? და ყველა ჯგუფს ექნება ერთი ხმა. პარტია იქნება გაერთიანება, მოძრაობა, მნიშვნელობა აქვს. ერთი პოლიტიკური ხმა, ერთ პოლიტიკურ ძალად მოვიხსენიებთ, ერთ ჯგუფს, სულ რომ არ იყოს პოლიტიკური ჯგუფი, შეიძლება ეგ სიტყვა შევცვალოთ სიტყვაზე და ერთი ჯგუფი, ერთი ხმა, ესე ეწეროსა წერტილი. და თქვენც გექნებათ ერთი ხმა, როგორც ჯგუფს, ისევე როგორც უწყვეტ პროტესტში მყოფ ინდივიდებს, რომლებიც არ წარმოადგენენ ცალკე რომელიმე ჯგუფს, მათი მხრიდან იქნება გაერთიანება, თუ ამათ სურვილი ექნება და მათაც ექნებათ ერთი ხმა. პოლიტპატიმრებს ექნება ასევე ერთი ხმა, ან როგორც ჯგუფს ექნება ერთი ხმა. და უყურეთ, სიტყვაზე არის 10 ხმა სულ დარიგებული. ამ 10 ხმიდან და ეს ჯერ იმას ნიშნავს, რომ არავის არ ექნება, არც ნაცებს ექნება, არც ბურჭულაძეს ექნება, არც მე ნანა სანდერს არ მექნება, რომ მე ესე მინდა და გადავწყვიტო. არა სახალხო რევოლუცია არის. ხალხი ვცვლით, ხალხი ვიმარჯვებთ და ვინც ვიმარჯვებთ, ვინც პროცესზე პასუხისგებლობას ვიღებს და ვინც ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანეთ, ხო, ყველა ვართ. და არ აქვს მნიშვნელობა რამ ხელა ჯგუფი იქნება და ვინ რამდენი ჩადო. ყველა ჩვენს სიცოცხლეს, თავისუფლებას ყველაზე დიდს ვწირავთ. და ზუსტად აი ამ პრინციპით თქვენ შეგიძლიათ მაგალითად ყველა ჯგუფს შეიძლება თავიანთი კანდიდატურა მინისტრის, ანუ 12 კაცი ხო გჭირდება სიტყვაზე მინისტრები რამდენი ყავს, რამდენი ყავდეს. თქვენ შეგეძლებათ მაგალითად თუ 12-ვე მინისტრი შეგიძლიათ კანდიდატურა წარადგინოს, 12-ვეს წარადგენთ. თუ სიტყვაზე გენდომებათ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი დროებითია საუბარი, წარადგინოთ, თქვენ როგორც ჯგუფს შეგეძლებათ წარადგინოთ. თუ სიტყვაზე მე და ჩვენ მოძრაობას არ ყავს კანდიდატი სიტყვაზე, დაუჭერს თქვენსას ხარს. მაგალითად, ან სხვა ჯგუფები დაუჭერენ ხარს და ასე, ანუ ამ პრინციპით იქნება. თქვენ აი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჯერ ეგერთი არ დარჩებით, როგორც გავიმეორებ, არც უფულოდ დარჩებით, არც უპურად დარჩებით. თქვენ გეთქმებათ, რომ გადამწყვეტ მომენტში მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება და თქვენ გადაარჩინეთ სიცოცხლეები. თქვენი ოჯახები გადაარჩინეთ, არ მოგიწიათ ამის გამო ქვეყნიდან წასვლა. მე ვიცი რას ნიშნავს ქვეყნიდან წასვლა. 20 წლიდან ცხოვრობ გერმანიაში, მაგრამ მე მინდოდა. 7 წლის ასაკიდან ზუსტად ვიცოდი, რომ მე არ მინდოდა, მაგ რუსულ ჭაობში, საბჭოთა სულის ხალხში, უსამართლობაში ცხოვრება. მე გააზრებლად წამოვედი, მაგრამ უყურეთ, ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს საქართველოს გარეშე ცხოვრება. ძალიან კარგად ვიცი. და მით უმეტეს, როდესაც არ გინდა და ისე მიდიხარ და იწყებს სადღაც ცხოვრებას, უფრო 100-ჯერ ბევრად რთული არის. და რატომ აწყებინებთ, ან რატომ უნდა დააწყებინოთ თქვენ შვილებს, არ ვიცი, გერმანიაში და ფრანგეთში თუ სადღაც ცხოვრება, როცა მართლა გადამწყვეტ მომენტში უბრალოდ შეიძლება აი ერთ დღე, შეიძლება კი არა ერთ დღეში დავასრულოთ. თქვენ რომ 10,000 ადამიანი უბრალოდ გამოხვიდეთ და აქეთ ხარეს დადგეთ, ოღონდ მე არ გთხოვთ, არ ვისაც გინდათ დადექით კაცო ნაცების ხარესაც და ბურჭულაძის ხარესაც. ჩვენ ახალი ძალაც ვართ, სხვა ჯგუფებიც არიან, ხვდებით და თქვენ ნახავთ ეხლა, ნახავთ კიდე ვინები იქნებიან და ვერ ერქმევა ვერავის რევოლუცია და ჩვენ გადავწყვეტ. ნახავთ და დააკვირდით, კიდევ რეები მოხდება იქამდე. და ვიზრუნებ და ამაზე ზრუნავ მე. ხო. და გამოდით და ჩვენს ხარეს დადექით. გამოდით.
ახალი ძალის ემიგრანტების და საქართველოში ცხოვრების გვერდით დადექით. რა ვიცი, ანუ თქვენ არ გთხოვთ რომ დამიცავით თქო. თქვენ მე მიცნობთ. თქვენი აბსოლუტური უმრავლესობა მე მიცნობთ. მე არავის დაცვა არ მჭირდება.